გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ გავაგზავნოთ კახარიას შესაძლებლ პრემიერებასთან დაკავშირებული საკითხი. მოკლედ აღვნიშნოთ მშრალი ფაქტები. 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში ბიზნეს კარის ბიზნესმენებმა მაკაცარიამ, მანჩარ მაკაცარიამ და ირაკლი გილაურმა, ნიკა გილაურის ძმამ, რომლებიც არიან ბიზნეს კარის ბიზნესმენები და რომლებიც დასასანქცირებელ სიაში იყვნენ როგორც რადიო თავისუფლება გვეუბნება დასასანქცირებელ სიაში არიან შესული ამერიკის დასასანქცირებელ სიაში არიან შესულები, ამათმა დააფინანსეს გვარამიას და მელიას ახალი ხაზარაძემ რაც ჩაიდინა გამოჩნდა აგერ კახარია სადაც ქოცი იყო აქედან გამომდინარე ესეთი სიტუაცია იყო ირიბად თუ პირდაპირ ბიზნესგან ან ფულს იღებდნენ ან ბიზნესთან იყვნენ რაღაც მხრივ გარიგებულები აქედან გამომდინარე ეს სიტუაცია რა და ეს სიტუაცია რა და ეხლა როგორ განვითარდება ყველას არა მარტო დასავლეთს და რუსეთს და ქოცებს აწყობს კახარიას გაპრემიერება, არამედ აი ამ პოლიტიკური სტებლიშმენტსაც აწყობს და უნდა რომ ეს ჩაკეტილი სივრცე გაიარღვეს თუ კახარიას პრემიერად დააბრუნებს ბიძინა, მაშინ ეს დაჭერილი პოლიტიკოსები იტყვიან რომ ჩვენ პრობლემა ბიზნა რუსთან ქონდა თორე კახარიასთან არა გვაქვს კახარიაც გამოცემს რაიმე პოლიტიკურ აქტს შეწყალების მხრივ ამას მოაწერს ხელს ყაველაშვილი და ამ მხრივ ეს პოლიტიკური პარტიები მის ლიდერები და პოლიტპატიმრები გამოვლენ გარეთ ერთადერთი ვინც ამ ყველაფერში წააგებს და დაიკიდებენ ეს იქნება სააკაშვილი ვინაიდან არავის არ აწყობს სააკაშვილის გარეთ გამოსვლა პირველ რიგში კონკურენტებს და იმისთვის მიეყიდა ასე რომ ვთქვათ ხაზარაძე ბიზნეს რომ მეორე პარტიის მეორე პარტიის ან მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი აიღოს და მიიღოს აქედან გამომდინარე მოკლედ ესე მოხდება რა დაველოდოთ სიტუაციის განვითარებას გამოიწერეთ დიდი ატივი